გამოჩენილი ლოტბარის საზოგადო მოღვაწის, საქართველოს სახალხო არტისტის, სახელმწიფო და შოთა რუსთაველის პრემიების ლაურეატის ჯემალ ჭკუასელის დაბადებიდან 90 წელი სრულდება. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით უკვე რა თქმა უნდა იგეგმება და დაგეგმილია ღონისძიებები და თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდნენ ანსამბლე ერისიონის სამხატვრო ხელმძღვანელი ბატონი შერვან ჭკუასელი და ანსამბლე ერისიონის ლოტბარი ბატონი თორნიკე კანდელაკი და აქვე გეტყვით რომ ჩვენთან ერთად იმყოფება არაჩვეულებრივი კაპიტანი სოფია ქირია დილამშვიდობის მადლობას მოგახსენებთ მოგზანებისთვის. რა თქმა უნდა ბატონო შერვანი თქვენ დავიწყებთ საუბარს თუ როგორ ხდება მზადება და რას პირდებით მსმენელს მაყურებელს თქვენს გულშემატკივარს რომელიც ამ საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრება. მზადებას რაც შეეხება ჩვენ ყოველთვის სულ მზადყოფნაში ვართ. რა თქმა უნდა. ეხლა ბატონო ჯემალის იუბილე მაინც ცოტა განსაკუთრებული რამ არის, იმიტომ რომ მას ძალიან დიდი წვლილი აქვს და ვაწლი ამ ანსამბლის ცხოვრებაში, ასე ვთქვათ და მოღვაწეობაში და ოქროს ხანა. და არა მხოლოდ. კი ბატონო, ასე უწოდებენ იმ პერიოდს. და აქამდე რომ მისულიყო 15 წელი დაჭირდა ამისთვის. დიახ. რომ აი ეს 2000 წლამდე 85 წლიდან რომ წარმოგვიდგინეთ როგორი კოლოსალური შრომა იყო ჩადებული ამაში, რომ აი ამ დონეზე აეყვანა ანსამბლი. ნუ ახლა რაც შეეხება თვითონ იუბილეს 18 მაისს არის მოგხსენებათ მისი დაბადების დღე. ნუ უკვე კარგი ხანია უკვე მზადებით ამისთვის ნელა და ახლა რაც შეეხება ღონისძიებებს 18 მაისს მის დაბადების დღეზე მის საყვარელ მხარეში რომელიცაც გიждდებოდა და სულ ელეოდა ოზურგეთში ჩავატარებთ კონცერტს, სრულმასშტაბიან კონცერტს ღია სცენაზე. 20 მაისს არის ბატონ გიორგი კალანდიასთან გამოფენა, ასე ვთქვათ, ბატონ ჯემალის ცხოვრების და მოღვაწეობის შესახებ და იქ რაღაც ვიდეო კადრები, რაღაც მოგონებები და ასე შემდეგ იქნება. და 30 მაისს ყველაზე თავარი ალბათ მოღვაწეთა გუნდის ერისიონის მოღვაწეთა გუნდის კონცერტი ჯანსულ კახიძის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში. ეს კიდევ ორჯერ უფრო დიდი დატვირთვაა და სამჯერ და 10ჯერაც შეიძლება, იმიტომ რომ აი ბატონი ჯანსულის იუბილეც მიახლოვდება 26 მაისს იგივე თარიღი 90 წელი. ეს ორი ადამიანი ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ ერთმანეთის და ეს კიდევ უფრო ესეთ სახეს აძლევს რა, აი საპასუხისმგებლო ძალიან და ვეცდებით ყველანაირად რომ ჩვენი სვენელიც, მაყურებელიც, გულშემატკივრებიც აი ნამდვილად მაისი განსაკუთრებული თვე იყო ყოველთვის, ბუნებრივია ორი უდიდესი ქართველის. კი ბატონო. როგორ მიმდინარეობს თორნიკე რეპეტიციების პროცესი ამის შესახებაც რომ ვთქვათ მაყურებელს? აქტიურ ფაზაში ვარ, შეიძლება ესე ითქვას. საკმაოდ დატვირთულია ნამდვილად ჩვენი მაისის თვე, ასევე ივნისის და ივლისის შუა რიცხვამდე ფაქტიურად სულ საქმეში ვარ, შეიძლება ასე ითქვას, მაგრამ განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო 30 მაისის კონცერტი. განსაკუთრებულია ნამდვილად, იქიდან გამომდინარე, რომ შევეცდებით ვაჩვენოთ ჩვენს ერთგულ მსმენელს და მაყურებელს განსხვავებული ნიმუშების სიმღერების. აქ შესრულდება 18 სიმღერის ნიმუში 30 მაისის სოლო კონცერტზე, სადაც შევეცდებით ყველა კუთხეს შევეხოთ, რა თქმა უნდა, და აქვე მინდა ახალგაზრდით აღვნიშნო, რომ იქნება ისეთი სიმღერები, რომელიც ერისიონს არ შეუსრულებია. მოგახსენებათ რა? ანუ რა მქონია რეპერტუარში ვთქვათ და ზეახლი. იმდენია რა გამოლებს ღმერთმა. რას ლაპარაკობ. აქედან გამომდინარე ძალიან აქტიურად ვართ ჩართულები, ძალიან დიდ პასუხისმგებლობის ქვეშ ვართ, თითოეული ანსამბლის წევრი. ხაზგასმით წინაზეც აღვნიშნე სხვა ეთერებშიც, რომ ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა თითოეულ ანსამბლის წევრს, დღევანდელ მოქმედს, იმიტომ რომ მართლა რაღაცნაირად ერთ გუნდად, ერთ სულოვნად ვართ. რა თქმა უნდა, ყოველი კონცერტი, ყოველი ღონისძიება ძალიან საპასუხისმგებლოა, როდესაც მაყურებლის მსმენელის გულშემატკივარის წინაშე უნდა წარსდგენ, მაგრამ 2 და 10 საპასუხისმგებლოა ალბათ, როდესაც ბატონ ჯემალს ეხება და მის საიუბილეო ღონისძიებებს თავისთავად. რა თქმა უნდა და შევეცდებით მოკლედ რაღაცნაირად მრავალფეროვნება შევთავაზოთ ჩვენს მსმენელს, მაყურებელს და ვეცდებით ეს რაღაცნაირად განსაკუთრებული. აქვე მინდა უბრალოდ ჩავაწვეთ ეფესი შეიძლება ითქვას, რომ რაღაც სურპრიზებიც გვექნება. სურპრიზებიც გვექნება. რომელსაც დღეს არ რა თქმა უნდა არ ვიტყვით და შევინახავთ
იქნება ძალიან საინტერესო და აქვე მინდა აღვნიშნო აუდიო ალბომთან დაკავშირებით, რომლის პრეზენტაციაც კონცერტამდე იქნება რამოდენიმე საათით ადრე. 30-ში. დიახ, 30 მაისს. სადაც შესული არის 100-მდე ფოლკლორული ნიმუში, ზოგადად ერისიონის მოღვაწეობიდან დღემდე, ბატონი ჯემალის ეპოქიდან მოყოლებული დღემდე და ორნაწილად იქნება, აქ 50 სიმღერამდე არის ძველი თაობის სიმღერები. 80-იანი წლების ასე. დიახ. და შემდგომ უკვე დღეს რას წარმოადგენს ერისიონი. აი ძალიან საინტერესოა, ვიდრე თქვენთან გადმოვიდოდი შეგიტყვით ბატონო შერმადინ, თორნიკე თქვენ რომ გაიხსენოთ, როგორი იყო ბატონ ჯემალთან ურთიერთობა. რა მოხდა და რა გასწავლოთ მასთან ურთიერთობა? რა თქმა უნდა, მე ესე ვიტყოდი რა უდიდესი პატივია პირველ რიგში ეგეთ ადამიანთან ურთიერთობა, იმიტომ რომ ეს არის ჭკუასელების შთამომავლობა, ბატონი შერმადენი ვის სახელსაც ატარებს, ვისი მამის, ბატონ ჯემალის მამის სახელს და მე ძველ ხალხთან საკმაოდ ეს მუსიკალური შეხება მქონდა, აუდიო ჩანაწერებს გულისხმობ, მოგეხსენებათ. აქვს საქართველოს ეს ფუფუნება რომ არსებობს უამრავი ძველი ჩანაწერი 1800-იანი წლების ბოლოსთან დღემდე და ამ გენიალურ ხალხთან ურთიერთობა და პლუს ამ ცოცხალ ადამიანთან რომელიც დღეს სამწუხაროდ არ ყავს საქართველოს, რომელიც ქვია ბატონ ჯემალ ჭკუასელი, უდიდესი პატივი იყო ეს ურთიერთობა, იმიტომ რომ მას ისეთი მიდგომები ჰქონდა, მას ისეთი მარტო სიმღერა არ იყო მისთვის რა, იყო ურთიერთობები და ძალიან დიდ პატივს სცემდა ნიჭიერ ადამიანებს. აი განსაკუთრებულად უყვარდა და ჰქონდა განსაკუთრებული ურთიერთობა ახალგაზრდებთან, როგორც ვიცით, აი თქვენ რომ გვითხრობთ ბატონ ჟერმადინ. როგორი იყო მისი დამოკიდებულება ახალგაზრდებთან? აი, გეტყვით რა, ჩემთვის ხო რამოზე აღარც არის ლაპარაკი, რომ არა მარტო მშობელი იყო, მეგობარიც იყო და მასწავლებელიც იყო და ასე ვთქვათ, მაგრამ ქონდა ამ პიროვნებას ესეთი ძალიან საოცარი თვისებები, რომ ბავშვთან ბავშვი იყო და იმათანაც ჩამოვიждდებოდა პატარა შვილიშვილის ტოლობიჯებთან შეიძლება დავიზარიყო და ეკეიფა კარგად გემრიელად და ეოხუნჯა და რაღაც და ესეთი და ამიტომ მქონდა ეს უყვარდა ხოლმე და თან დიდუნდა იყო ცოტასთან კიდე ცოტაიო ეს გამეთქო უყვარდა ხოლმე. მაგრამ განსაკუთრებით მინდა თქვა რომ აი საქმეში რასაც ერისიონი ქვია, ხო რადიკალურად განსხვავებული პიროვნება, მომთხოვნი ეს რეპეტიციები იქნებოდა ძალიან საინტერესო, ძალიან მნიშვნელოვანი თითოეული დღე, რა თქმა უნდა, მასთან დაკარებული, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სწავლა სიმკაცრით და წესრიგით და უბრალოდ წესრიგით სიმკაცრეში გამოიხატებოდა, რომ ისინო ყოფილიყო დისციპლინა და მოწესრიგებული ყველაფერი. და შემდეგ ეს უკვე სპასაქმე იყო, შეიძლება. გარეთ განსხვავებული პიროვნება. გადაყვებოდა თავს. ეს დისციპლინა ბუნებრივია შედეგზეც ისახებოდა, მაგრამ საქმის ხელშეშლას არავის არ აპატიებდა. დიახ. როგორ ხდებოდა ხოლმე ღონისძიებების დაგეგმა მასთან ერთად და ეს ალბათ მთელი ისტორია იქმნებოდა ამ დროს თავისთავად. რა თქმა უნდა, ხა უდიდესი შრომა იდებოდა ამაში. რა საქცევდა ყველაზე მეტად ყურადღებას? რა თქმა უნდა, შემოქმედებით მხარეს და მაგრამ ყოველთვის იწყებდა იქიდან, რომ დისციპლინის გარეშე არაფერი არ გაკეთდება. თუ არ იქნება საკონცერტო პროგრამა დგებოდა დალაგებული ისე ვერაფერს ვერ გავაკეთებთ, ვერ მივაღწევთ. სულამას და ასეც არის. ნებისმიერ საქმეში ასე ალბათ. დიახ. ბატონ შერმადინ, აი თქვენი დამოკიდებულება და თქვენი დედმამიშვილების ბატონ ჯემალთან ესეც ძალიან საინტერესოა და ხვდებით ხოლმე სხვადასხვა ინტერვიუში, რაც აგვიკითხავს დღემდე თქვენი და თქვენი დედმამიშვილების ინტერვიუში, რომ არ ხდებოდა ისე, რომ ჩვენ რამე პრივილეგირებული ყოფილიყავით ანსამბლში. პირიქით, ყველაზე მეტი ჩვენ მეგვეთხოვებოდა. დიახ. ჩვენ რომ აი ამ ხელა რაღაცას არ გვაპატიებდა, შეიძლება სხვისთვის ძალიან დიდი რაღაც ეპატიებდა, ჩვენ არა. რომ თქვენ სახე ხართ ის არ შეიძლება და შენ ვიღაცამ არ უნდა იფიქროს რომ შენ ახალ ჯეროს ყოველი შვილი ხარ, შვილი ხარ, რამე პრივილეგია გაქვს, ეგეთი რამე არ არსებობდა. პირიქით, ყველაზე მეტად ჩვენ ვიჩაგრებოდით ხოლმე ასე რა თქვა. ნუ დააშავებდი რომ რაფერს და არაფერს ეგონებოდა რაღაც. რა შეიძლება კონცერტებს კიდევ ერთხელ და ღონისძიებებს, ლაგეგმილ ღონისძიებებს კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს, თუ როდის სად შეუძლიათ მოსვლა. 18 მაისს ქალაქ ოზურგეთში მოედანზე თეატრის წინ იქნება დიდი სცენა, ევა ბატონო და სცენაზე კონცერტი 20 მაისს გიორგი კალანდიასთან ხელოვნების მუზეუმში.
კინომა გამოფენა, ასე ვთქვათ და ისტორია ბატონ ჯემალის მოღვაწეობის შესახებ. 30 მაისს ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ კულტურულ ცენტრში ერესვენის მომღერალთა გუნდის კონცერტი შეებადონება და ასევე კონცერტის დაწყებამდე პრეზენტაცია აი ამ ჩანაწერების, რომელიც თორნიკემ მოგახსენათ და აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა უთხრა ყველას, ვინც გვერდში დაგვიждგა. მოგახსენებათ, რომ ისე არ კეთდება სამხელა საქმეები. ქალაქის მერიას, კულტურის სამინისტროს, ნიკოზურგეთის მუნიციპალიტეტი და ასე შემდეგ და ბატონ გიორგი კალანდიას ადასარევ პიროვნებას მართლაც ასეთი შრომელი კაცი შეედად მინახავს, რომ აი რა თვითწამით რომ არ ჩერდება რა და დიდ საქმეს აკეთებს. შემოვლოს ჩემი საოცარი კაცია. წარმატებები გვინდა გისურვოთ. მოგმეს მადლობა მოძველებისთვის. ჩვენი შეხვედრის დასაწყისში არჩეულებრივი ქალბატონი სოფია ქირია წარადგინდა და რა თქმა უნდა შევასრულოთ ახლა. ძალიან ვეხმარებოდი განუმეორებელი სოფია ქირია ხარ. მართლაც რა შეგვისრულებთ და რას რით დააკვოთ ჩვენს მაყურებელს. გულ სიმღერას, კარგ ლამას სიმღერას, რომელსაც საბოდიშო ქვია, ბატონებსაც უძახიან. სამკურნალო სიმღერაა, რა, ქართული სამკურნალო სიმღერების გვაქვს. რა თქმა უნდა. მოვისმენთ დიდი სიამოვნებით თორნიკე. ხალხ სცენაზე დაინაცვლეთ თქვენი ადგილი. თქვენ კი შეგახსენებთ, რომ ჩვენი სტუდიის სტუმრები გახდნენ ანსამბლ ერისიონის სამხატვრო ხელმძღვანელი შერმადი ჭკუასელი, ანსამბლ ერისიონის ლუტბარი თორნიკე კადელაკი და ქალბატონი სოფია ქირია.
ძალიან დიდი მადლობა, უმისი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისთვის.